საქართველოში შრომის უფლება ეზღუდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არ მქონე პირებს, რომლებსაც არ აქვთ საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება. აღნიშნული რეგულაციები ამოქმედება 2026 წლის 1 მარტის შემდგომ და ყველა ამ პირს მოუწევს გაიაროს რეგისტრაცია და მიიღოს შესაბამისი D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან შრომითი ბინადრობის ნებართვა, ან და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვა. ამ წესების დარღვევისათვის მათ დაეკისრებათ შესაბამისი სანქციები. პირველ ჯერზე ეს არის 2000 ლარის ოდენობით, შემდგომში განმეორების შემთხვევაში 4000 ლარის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კი აღნიშნული პირები მესამეჯერაც ჩაიდნენ ამ სამართალდარღვევას, მათ დაეკისრება 12000 ლარის ოდენობის სანქცია. ახალი რეგულაციების მიხედვით არა მხოლოდ ინდივიდუალურად ის უცხოელები და მოქალაქეობის არ მქონე პირები არიან პასუხისმგებელი და ვალდებულნი მიიღონ შესაბამისი ნებართვა, არამედ ის ორგანიზაციებიც და საწარმოებიც, რომელშიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან დასაქმებული. სხვა შემთხვევაში მათაც ანალოგიურად დაეკისრებათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა. აღნიშნული ცვლილებები განხორციელდა ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პრინციპის საფუძველზე და იგი დიდწილად ეფუძნება სწორედ ამ სფეროში ევროკავშირის დირექტივებს. შესაბამისად, ეს არა მხოლოდ შრომითი მიგრაციის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, არამედ მათ შორის ევროინტეგრაციის პროცესისთვისაც მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმ უამრავი დაბრკოლებისა, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში გავდივართ, ეს ცვლილებები სადაც მნიშვნელოვანია მათ შორის ამ პროცესისთვისაც. ვისურვებთ დაცულ გარემოში შრომას და სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სახელმწიფოს.